დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დავანონსეთ, შემოგიერთით სტუმართან ერთად. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სწორედ მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე აღენიშნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი ისაუბრებს დეტალურად. დავით ჩიქვილაძე იმყოფება ჩვენთან, რომელიც გახლავთ საქართველოს ცხოველთა ფედერაციის დამფუძნებელი და დირექტორი. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. დავით, საუბრობთ ცხოველებთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ პრინციპში რა პრობლემებიც გვაქვს, როგორ უნდა აღმოიფხვრას და რა სიტუაცია. თუმცა მოდით ახლა ზოგადად რომ დავიწყოთ საუბარი. მიუსაფარი ცხოველები. პრობლემა, რომელიც დგას დღეს წესრიგში. არა მხოლოდ დღეს, არამედ იყო ხო ეს საკითხი. მაგრამ მოგვარება თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ საკითხს, აი მოკლედ რომ თქვა და შემდეგ აუცილებლად გადავიდეთ თავშესაფრებზე, როგორი თავშესაფარი უნდა იყოს ცხოველებისთვის და რა სიტუაციაა დღეისათვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს ხარების ბრძანებას. ასევე გილოცავთ. მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელსაც ახლა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ. ორი დღის წინ იყო საერთაშორისო დღე მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით. მსოფლიო მასშტაბით გაკეთა ღონისძიებები მათ დასახმარებლად და მათ შორის საქართველოშიც იყო მსგავსი ღონისძიებები, ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციები და შეძლებს დაგვარად მიუსაფრებს თავიანთი პატივი და ღირსება მიაგეს ამ დღესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ პრობლემების დაალაგებას, ჩვენ არაერთი გადაცემა მივუძღვენით. ამ თემებს ძალიან დიდი პრობლემა არის ზოგადად. მარტო ქუთაისში, არამედ მთლიანად საქართველოში. აღნიშნული პრობლემა იმდენად ღრმა არის და იმდენად ყოველდღიურად ტკივნეული არის, რომ თითქმის დღითი დღე უარესდება თითქოს ამ საკითხის მოგვარება. მიუხედავად იმისა, მრავალი საკითხის დაყენებისა, თითქოს ნაბიჯებს ვერ ვდგავთ რაღაც და წინ ვერ მივიდივართ ამ თემების მოსაგვარებლად და დასალაგებლად. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში რაც არის საჭირო, ეს არის გაერთიანება უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობა, უნდა მოხდეს მოლაპარაკება, უნდა მოხდეს პროექტის დადება, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალებით მოხდეს მსგავსი პრობლემის მოგვარება და ამ პრობლემებზე მე უფრო ხმად ვისაუბრებ, თუ როგორ შეიძლება რომ კერძო სექტორის სახელმწიფოსთან კოჰაბიტაციურად მოხდეს მათი თანამშრომლობა, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. აი ეს არის ერთ-ერთი გზა, რომელიც ყველაზე ახლოს არის და შეიძლება ამ საკითხების წამოწება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დასადებია. მიუსაფარი ცხოველები და თავშესაფრები. რა სიტუაციაა დღეისათვის? მოდით დავიწყოთ პირველ რიგში ჩვენი ქალაქით. ჩვენ ყოველდღიურად არაერთ მიუსაფარ ძაღლს ხვდებით ქუჩაში. ზოგი აგრესიულია, ზოგი ნაკლებად აგრესიული და როგორც ვიცით, მშიერი ძაღლი და უშუალოდ ხო, რომელიც არ არის საკვებით საკმარისად დანაყრებული, მომარაგებული, ის კიდევ უფრო მეტად აგრესიული ხდება. კი ბატონო. სამწუხაროდ ქალაქი ნამდვილად გაივსო ძაღლებით პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. სამწუხაროა, რომ ამდენი მიუსაფარი მოძრაობს ჩვენს ქალაქში. და აი შემდეგ აუცილებლად რატომ გაივსო ქალაქი მიუსაფარი ძაღლებით, ამასაც შევეხოთ აუცილებლად. აუცილებლად შევეხოთ. უკვე აღარ არის საუბარი იქ მეტისებზე, უკვე სამწუხაროდ ქალაქში ჯიშიანი ძაღლები გამოჩნდნენ, რომელიც ყველაზე მეტად შემაძღუნებელია და შემაშფოთებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა რატომღაც დაიწყეს ცხოველების ქუჩაში გამოშვება, მიტოვება და ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ პრევენციები თუ არ ჩატარდა იმ კანონთან მიმართებაში, რომელიც კანონიც მიღებული არის და ორგანიზაცია თუ არ შეიქმნა და არ აიღო სადავეები ამ კუთხით კონტროლის თემაზე, ალბათ კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია. სანამ საზოგადოება არ აიღებს იმ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე, რომ ის ვალდებულია სწორი ფორმით მოხდეს ცხოველის ან თავშესაფარში ჩაბარება და დატოვება, ან ბოლომდე მისი მოლაპატრონობაზე უნდა ქონდეს მზრუნველობა აღებული. აქედან გამომდინარე, ეს ცხოველები, რომლებიც ქუჩაში ყოველდღიურად იმატებენ, ეს არის პირველი მიზეზი ის, რომ მეტი ძალები არის საჭირო ქალაქში და ჩვენს ქალაქებში, მთლიანად საქართველოში, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ეს სადავეები და ეს საჭე უჭირავთ
არ არის საკმარისი ის პრევენციები, რასაც ისინი ატარებენ. ძალიან ბევრი მიმართვიანობაც აქვთ უბნებიდან თავშესაფარს, მოდი კონკრეტულად ქუთაისის თავშესაფარზე ვიტყვი, რომელიც პრინციპში თავშესაფარიც არის, ეს არის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მათ ქალაქში აყვანენ ცხოველს უკეთებენ სტერილიზაცია, კასტრაციებს, თუ სამკურნალო არის შეუძლიათ უმკურნალო, გამოაჯამრთელონ და ისევ დააბრუნონ თავიანთ ლოკაციაზე. აქედან გამომდინარე, ფაქტიურად ქუთაისის თავშესაფარი მსგავსი, რომელიც ცხოველს მუდმივად დაიტოვებს და მას უპატრონებს, ესეთი არ არსებობს. მსგავსი თავშესაფრები მარტო ქუთაისში არის, ძალიან ბევრ ჩვენს ქალაქში არ არის სამწუხაროდ და არ არის საკმარისი ის რაოდენობა თავშესაფრების, რომელიც გააჩნია ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ქუჩაში ძალიან ბევრი მოხუცებული ძაღლი დადის, რომელიც უკვე დაუძლურებული არის, უსუსური არის, უკვე ფაქტიურად ქუჩაც რო ჩაგრავს, ესეთი ცხოველები ძალიან ბევრი მოძრაობენ. სამწუხაროდ არის ლეკვების პრობლემები, რომლებიც იღუპებიან ყოველდღიურად ქუჩაში, ესე უპატრონოთ, იმიტომ რომ არ არსებობს სერვისი, რომელიც ლეკვებს აიყვანს, მიხედავს თავშესაფარში წაიყვანს, გამოკვებავს, მიიყვანს გარკვეულ კონდენციამდე და შემდეგ უნდა გააჩუქოს. აი ეს კულტურაც უნდა დავამკვიდროთ ჩვენ, რომ თავშესაფრებიდან მაქსიმალურად არ უნდა იყოს მისი გამოყვანა სირცხვილი პირიქით. თავშესაფარში მცხოვრები ძაღლი უნდა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში, მე ესე უყურებ ამ თემას. ის უნდა იყოს ვაქცინირებული, ის უნდა იყოს მოვლილი, ის უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ ადამიანმა შევიდეს, დაათვალიეროს და მისთვის სასურველი ცხოველი, რომელიც მას მიიღებს, აუცილებლად უნდა წაიყვანოს თავშესაფრიდან და ეს კულტურა ჩვენ უნდა დავნერგოთ. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ადამიანებს ქუჩაში ესეთი საშუალება აღარ ექნება ცხოველების ზრუნვის, მოფერების და ასე შემდეგ და აუცილებლად ეს ყველაფერი გადაინაცვლოს უკვე ორგანიზაციულ დაწესებულებებში, სადაც წესრიგს მოიყვანს. რატომ ვიმეტებთ ცხოველებს? აი მომრავლდა, ხო, მიუსაფარი ცხოველები. ანუ რა გამოდის, რომ მოსახლეობის ნაწილი ტოვებს ძაღლს ქუჩაში, ესე მიუსაფარ მდგომარეობაში? ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ცხოველის მიტოვების. ერთი ის არის, რომ სოციალურად შეჭრილებულ ფენებს, რომლებსაც ყავთ ცხოველები, ხანდახან მე უკვე უჭირთ ცხოველების მოვლა-პატრონობა, მათი გამოკვება საკმაოდ ძვირი და საკმაოდ რთული არის ცხოველთან ურთიერთობა, მისი მოვლა-პატრონობა, ამიტომ ფინანსებიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიდიან ამ გადაწყვეტილებამდე და სამწუხაროა ძალიან, რომ დღესდღეობით არჩევანი არ აქვს მოსახლეობას, რომელიც არჩევანს გააგებს ქუჩასა და თქვა თავშესაფარს შორის, ან ქუჩასა და სანატორიუმს შორის. ძალიან ბევრი მოხუცი ცხოველები არიან ოჯახებში, სადაც მე უკვე უჭირთ ხოლმე ოჯახებს, მათი ბოლომდე მკურნალობა, არიან დავარდნილი ცხოველები, აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები და აქედან გამომდინარე ხშირად უჭირთ ხოლმე ამ ცხოველების მოვლა-პატრონობა და მე ცდილობენ როგორმე ან თავშესაფარი მოძებნონ, ან შეიძლება ექვთანაზია მათთვის მაგ დროს ყველაზე კარგი ვარიანტი არის ცხოველის, როდესაც უკვე დაუძლურებული არის, მაგრამ ამასაც კი გაურბიან ადამიანები და ურჩენიათ ხანდახან, რომ უღრან ტყეში დატოვონ ცხოველი უპატრონოთ და სამწუხაროდ ესეთი ფაქტები ძალიან ბევრი არის. ტელევიზიითაც არაერთხელ გვინახია თუ როგორ დამბული ცხოველები, პირაკრული ცხოველები, ტომარაში ჩასული ცხოველები ესეთი ხო ხდება. ეს ყველაზე ცუდ ვარიანტი, რომლებიც აკეთებენ, ეს საშინელება არის და აუცილებლად კანონი მათ ყველას მოთხოვს, მაგ ეტაპიც დადგება აუცილებლად და ამ პრევენციებში მაგ ზომებიც იქნება აუცილებლად გათვალისწინებული. ასე რომ ცხოველების მატება მეორე თემა არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანები ქალაქიდან გადიან, სხვადასხვა ქვეყნებში მიდიან, უწევთ ცხოველების უპატრონოთ დატოვება ან ნათესავთან, უწევთ ან მეზობელთან, რომელიც შემდგომ აღმოჩნდება, რომ თურმე არ არის ისეთი ძაღლი, რომელიც მას ეგონა რომ მოულიდა და ასე რომ ვთქვათ, ხდება კიდევ ერთხელ მიტოვება ცხოველის ამ დროსაც, როდესაც უკვე პატრონი არ აყავს ადგილზე და არის ეგეთი მსგავსი ფაქტები, რომ ამერი მეზობლები არ იტოვებენ, ან ნათესავებს მოწინდებათ ხოლმე მისი მოვლა-პატრონობა და მე უკვე ეძებენ გზას, როგორ მოიშორონ. აი ეს გზები არის, სადაც უკვე
იწვევს მსგავს სიტუაციის, ესე ვთქვათ, ცხოველების მომატებას ქუჩაში, უყურადღებოდ არ იმიტოებული სტერილიზაცია, კასტრაციის თემა, რომელიც ერთადერთი გზა არის ცხოველების შემცირების. ესე თუ გაგრძელდა ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში ზოგადად. 1.5 მილიონზე მეტი მიუსაფარი არის დღესდღეობით საქართველოში ქუჩაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა 1.5 მილიონი ძაღლი უპატრონოდ ქუჩაში დაეხეტება მშიერი ძაღლი. ეს ღონისძიებები და ის პრევენციები, რაც ტარდება ორგანიზაციების მხრიდან, კეთილი ადამიანების მხრიდან, მოხალისეების მხრიდან, არ არის საკმარისი. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა 1.5 მილიონი ძაღლი ყოველ დღე ეძებს ლუკმა პურს, ეძებს თავშესაფარს, ეძებს თბილკერას, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ძაღლს არ უმართლებს. ხო, ალბათ აქედან შეიძლება 1 და 2% გამოიკვებოს, ან 5% გამოიკვებოს. დანარჩენი ფაქტორები შეიძლება თავისით უწევთ საკვების მოპოვება, ამიტომ ხდება ამდენი დაბინძურებული ურნებში ცხოველების ქექვა, იქ 1000 ვირუსები, 1000 დაავადებები, რომელიც მე უკვე ვრცელდება უბნებში, ეს შეიძლება უკვე მე ადამიანების ჯანმრთელობაზე გადავიდეს და ძალიან ცუდად იმოქმედოს და ძალიან ბევრი ცუდი შემთხვევები მოაქვს ამ ყველაფერს. ანუ კომპლექსური პრობლემა არის ეს მთლიანად ცხოველების მოვლაპატრონობა ქუჩის ცხოველებზე, ასე რომ მე მოუწოდებ ისევ და ისევ ყველა ორგანიზაციას, რომლებსაც შეუძლია და მიეწვდომებათ ხელი მათ მოვლაპატრონობაზე, ეს დიდი ორგანიზაციები, რომლებსაც ისედაც უწევთ ყოველდღიურად მათ ტერიტორიებზე მათი ცხოველების მოვლაპატრონობა. აი ესეთი ორგანიზაციები, რომლებიც ათასობით ძაღლს პატრონობენ და მე ყველას მინდა მადლობა უთხრა ამისთვის და სია შემიძლია გავაკეთო ორგანიზაციების, ვინც ყოველდღიურად რამდენ ცხოველს კვებავს საქართველოში და ეს ძალიან კარგი თემა არის, მაგრამ ამას უფრო დახვეწა ჭირდება, ამას უფრო ჭირდება ფონდის სისტემა, ამას ჭირდება მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების მოწესრიგება, ინფრასტრუქტურის მოწყობა. თუ არ გაერთიანდა ძალები, ეს მძიმე საკითხი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ძვირი ჯდება ეს ყველაფერი, ბიუჯეტში საკმაო ფინანსები ვერ მოიძებნა დღემდე, რომ აღნიშნული თემები დაიწყოს, დაიძრას და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ საქველმოქმედოდ შეიძლება რომ ადამიანები გაერთიანდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ყველას პრობლემა არის. ეს არ არის მარტო იმ ადამიანის პრობლემა, ვინც აღლით დადის ქუჩაში. ეს არის ბავშვის პრობლემა, ეს არის ქალის პრობლემა, კაცის ჩვენი საერთო პრობლემა, ეს საზოგადოებრივი პრობლემა არის, სადაც გაერთიანების გარეშე სამწუხაროდ ვერ მოვერევით ჩვენ ესე ცალ-ცალკე ადამიანები, ამიტომ მე მოუწოდებ ყველას სახელმწიფოსთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, გავაკეთოთ კონსილიუმები, შევთანხმდეთ ჩვენი პროექტები, გეგმები დავდოთ. აი ქალაქში მოვიყვანოთ სამაგალითოდ, როგორ შეიძლება რომ ვიზრუნოთ ცხოველზე და ეს ყველაფერი აუცილებლად გადამდები იქნება შემდეგ სხვადასხვა ქალაქებისთვის და მე მზათა ვარ ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო, კავშირზე გავიდე და ჩვენი შეხედვები უთხრა. დავით, თქვენ ისაუბრეთ ხანდაზმულ ცხოველებზე და ლეკვებზე. განსაკუთრებული მოვლა რო ჭირდებათ ალბათ, ხო, იმიტომ რომ უსუსურები არიან პირველ რიგში. აი, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოიქცეს ამ შემთხვევაში და მოხალისეები გასაგებია. სახელმწიფოს როლიც ვიცით, ხო, ამ შემთხვევაში და დარეგულირდეს, თუმცა ვიცით ისიც, რომ კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით მიღებულია, მაგრამ აი, იმეტებს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. იმიტომ რომ რთულად მოსავლელია და ასე შემდეგ. აი, ასეთი ძაღლები რამდენად ხდება ქუჩაში ყოველდღიურად? ძალიან ბევრი ძაღლები, ძალიან ბევრი. სამწუხაროდ მოხუცი ძაღლები ქუჩაში მომრავლდნენ და ძალიან ბევრი არის. სამწუხაროდ ვერ ერევა თავშესაფრები ამ პრობლემას. დიახ. ეს დაუძლურებული ძაღლები გასაცოდავებული ქუჩაში მოძრაობენ, სად როგორ ცხოვრობენ, კაცმა არ იცის და რომელ ურნასთან როგორ უსუსურად არიან მიგდებულები. ეს მდგომარეობა ზოგადად ძაღლი რო ცუდად არის ეს ერთი, მაგრამ საზოგადოებაც ხო ცუდად არის. ამ ყველაფერს ქუჩაში ხედავს დაუძლურებული ძაღლები ქუჩაში როგორ არიან, ხო? ეს პრევენციები არის მისაღები. ძაღლი რომელსაც შეუძლია კომუნალობის ქვეშ გაიაროს რეაბილიტაცია და გააგრძელოს ცხოვრება და მისი სიბერე დაამთავროს თავშესაფარში, მაშინ უნდა უმკურნალოთ. თუ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელია ცხოველის გამოჯანმრთელება და მისი ისე
საზოგადოებაში ინტეგრირება და ქუჩაში გამოყვანა, მაშინ უნდა მოხდეს მისი დაძინება და რა თქმა უნდა, ესეც სწორი ფორმა არის ერთ-ერთი დაუძრებული სხოლების მიმართ. მაგრამ სახელმწიფოსთან მიმართებაში ვიტყვი კიდე ეს, რომ არ არის საკმარისი ის რაოდენობა ადამიანების ის პრევენციული ზომის მისაღებად არ ყოფნით სატრანსპორტო საშუალება, არ ყოფნით მუშახელი, თავშესაფარი თვითონ პატარა არის, ამ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. აქედან გამომდინარე, ხელიც უნდა შეუწყოს სახელმწიფომ კერძო პირებს, რომ თავშესაფრის მშენებლობები არ უნდა იბეგრებოდეს, უნდა იყოს გათავისუფლებული, ხელი უნდა შეუწყოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები სახელმწიფო პრობლემას აგვარებენ ფაქტიურად, ამიტომ უნდა მოხდეს ხელშეწყობა. ვინ უნდა დააფინანსოს, ხო? ამაზეც არის საუბარი. გავაკეთეთ კერძო თავშესაფრები, ამას ძალიან დიდი თანხები ჭირდება. ისევ და ისევ უნდა მოხდეს ნაწილი ბიუჯეტიდან დაფინანსება, ნაწილი ფონდებიდან უნდა მოხდეს დაფინანსება. უნდა შეიქმნას ფონდები, უნდა იყოს ეს ფონდები გამჭვირვალე, უნდა იყოს სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირში, უნდა სწავლობდეს პროექტებს, უნდა მუშაობდნენ ადამიანები ამ ფონდში, თუ როგორ უნდა მოხდეს ცხოველის გადარჩენა და მისი სიცოცხლის ბოლომდე სწორად მიყვანა. აი ამაზე უნდა მუშაობდეს ფონდები და არა მარტო იმაზე, რომ მხოლოდ თანხები აიკრიბოს და შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით ადამიანებმა იკითხონ სად მიდის, როგორ მიდის და ნდობა დაკარგოს. ეს ნდობაც დაკარგულია სამწუხაროდ და უნდა აღდგეს ეს ფორმა, ფონდებში უნდა მოხდეს სწორი მართვა, სახელმწიფოს მხრიდანაც სწორი კონტროლი და რამდენად სწორად ხმარდება მიუსაფარ ცხოველებს ის თანხები, რომელიც შეიძლება ფონდში მობილიზებული იქნეს. 10,000-ობით ადამიანი და მოხალისე იქნება მსურველი, რომლებიც ფონდს დაეხმარებიან, როდესაც ეს იქნება გამჭვირვალე, ეს იქნება მუშა პროცესი, ეს იქნება სწორი მიდგომები და სწორი ფორმებით შექმნილი ორგანიზაციები. აი ამას ვუსურვებდი მე ყველა ქალაქს, რომ მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელი შეწყობა ჭირდება, გვერდით დგომა ჭირდება და ერთმანეთის მხარდამხარ აუცილებლად აღმოიფრება ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, დრო დაჭირდება, თუმცა თუ არ დავიწყეთ, ვერასოდეს ვერ დავამთავრებთ. აი, წლების წინ როგორ იყო ცხოველებთან დაკავშირებით? იყო თუ არა ასეთი მომრავლებული ქუჩებში? აგრესიული და ნაკლებად აგრესიული ძაღლების ნაკადი და დღეის მდგომარეობა ვიცით, ხო? ფაქტობრივად მუდმივად შეიძლება ითქვას, უფრო მეტია მათი რიცხვი. აი, როგორ იყო ადრე, იმიტომ რომ ალბათ ჩვენთან ეს კულტურაც თითქოს ის რომ დაუშვათ ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს მოვლილი, აუცილებლად ის რომ არ გავიმეტოთ, ხანდაზმული იქნება ლეკვი თუ ასე შემდეგ და აი როგორ იყო ადრე თქვენი გადმოსახედიდან? ნახეთ როგორ იყო, აი ადრე კულტურა იმდენად ცხოველის არ იყო, ამიტომ უფრო ნაკლებ ძაღლებს ყოლიოდნენ ადამიანები და ალბათ ჩვენს ბავშვობაშიც გავიხსენებთ, რომ ჩვენ სამეზობლოში 1-2 ძაღლი თუ იყო და მივდიოდით ხოლმე და ვნახულობთ, ანუ სისტემური სახე არ ქონდა ძაღლების ყოლადობას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქუჩაში გასაშვები ძაღლებიც არ იყო და ეს უფრო ნაკლები იყო უკვე საზოგადოების პრობლემაც, იმიტომ რომ ქუჩაში არ იყო ბევრი მიუსაფრები აქედან გამომდინარე. დღესდღეობით ძალიან ბევრი ოჯახი დღესაც ეძებს, ყიდულობს, იჩუქებს და ყოლიობენ ცხოველებს. ბევრი ოჯახები უკვე 3 და 4 და 5 ძაღლითაც კი მოძრაობს. ვინ სულის და პატრონს ძალიან კარგია, მაგრამ ვისაც მხოლოდ სურვილი აქვს და შემდგომ მე უკვე წინდება ძაღლები, აი ესეთ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ ჯობია თავიდანვე უარი თქვან ამ თემაზე, იმიტომ რომ ძაღლი არ არის სათამაშო, რომელიც შეიძლება შევიძინოთ და შემდეგ ის ან გადავაგდოთ, ან ისევ გადავცეთ სათამაშოდ სხვა ადამიანს და ესე ძაღლმა იაროს ხელიდან ხელში. ეს არ არის სათამაშო, ეს თავიდანვე უნდა მოხდეს ამის კონტროლი, საშენები უნდა გაკეთდეს ეს აუცილებლად, თავშესაფრებთან ერთად აუცილებლად ეს საშენები და ამ ცხოველების გაყიდვაც უნდა მოხდეს კონტროლის ქვეშ და უნდა მოხდეს ჩარჩოებში. ესე არ შეიძლება, როგორც დღეს ხდება, ვისაც უნდა, როგორც უნდა, სადაც უნდა იქ გაყიდოს, იქ გადაიყონოს, გადმოიყონოს, ესე არ უნდა ხდებოდეს, უნდა არსებობდეს, როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაში არსებობს. ეს არის საშენები, ოფიციალურად ლიცენზირებული, რომლებიც არიან რეგისტრირებულები, არიან დოკუმენტები წარმოდგენილები და ადამიანები უნდა ყიდულობდნენ საშენად. ვისაც ჩუქება უნდა და საშუალება არ აქვს ცხოველების აყვანის, ძალიან ბევრი ჯიშიანი ცხოველი შეიძლება თავშესაფარში ვნახოთ ჩვენ და
აუცილებლად მაგ საკითხებსაც მე ნენელა მივაქცევთ ყურადღებას, თუ ოდესმე ვეღირსეთ ჩვენ მოწესრიგებულ თავშესაფარს, რომ იქედან გაჩუქება მოხდეს სწორი ფორმით ადამიანებში და ისევე მოხდეს ეს ცხოველები ოჯახებში და დაუბრუნდნენ თბილ კერას. ეს ცხოველები არ უნდა მოძრაობდნენ ქუჩაში. რა თქმა უნდა, არც ერთი მეტისი არ უნდა მოძრაობდეს და უპატრონოთ, მაგრამ განსაკუთრებით საცოდაობა არის, როდესაც ესეთი ლამაზი ჯიში ზაღლები ხდებიან ქუჩაში, რომლებსაც გენეტიკურად არ აქვთ ქუჩაში ცხოვრების კოდი ჩადებული. ესენი არიან სხვა რამისთვის შექმნილი ჰიბრიდული ზაღლები და მათ გენეტიკურად არ აქვთ ქუჩაში ბრძოლის უნარი და ისინი სამწუხაროდ მალე იუპებიან ამ ველურ ბუნებაში. სამწუხაროა რომ ესე ხდება. ასე რომ ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ სწორი ფორმებით, სწორი გეგმებით, ინფორმაციის საზოგადოებაში მიტანით ეშველება ამ პრობლემას. თორე დანარჩენი ჩაკეტილები ვართ და ინფორმაციის ვაკუუმში ვართ. თითქოს რაღაც გვაწუხებს, მაგრამ საბოლოოდ არავინ არ ჩანს ადამიანი, ვინც ამას მოკიდებს ხელს, ნაბიჯს გადადგავს და რაღაც ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული მათ სასიკეთოდ მიუსაფრებისთვის. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა ახლა ისე მიუბრუნდეთ თავშესაფრის საკითხს. როგორ არის განვითარებულ ქვეყნებში? თავშესაფრების ზოგადად სიტუაცია რა რაოდენობის უნდა იყოს დაუშვათ მოწესრიგებული და როგორ ფიქრობთ ჩვენს ქვეყანაში რამდენად არის ეს შესაძლებელი? ნახეთ საზღვარგარეთ და ევროპულ ქვეყნებში, თუნდაც ამერიკაშიც ნახეთ როგორი მოწყობა არის. იქ ეს პრობლემა უკვე მოგვარებული არის, ამიტომ რომ წლების უკან ეს კულტურა იქ გაიარა ამ ხალხმა. ეს ყველაფერი პრობლემები რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებშიც იდგა, თუმცა ბევრად ადრე დაიწყეს ამ პრობლემის მოგვარება. დღესდღეობით ძალიან კარგი თავშესაფრები არის ევროპულ ქვეყნებში, ამერიკაშიც ძალიან კარგი თავშესაფრები არის და რა ძაღლები ხდება თავშესაფარში. ხო, ახლა იქ ძირითადად უკვე ცხოველები იქ ქუჩაში არ არიან. ყველა ცხოველი გადაყვანილი არის თავშესაფრებში. ძირითადად ხდებიან უკვე ოჯახებიდან გამოსული ცხოველები. ესენი არიან მოხუცი ზაღლები, რომლებიც უკვე თავშესაფარში პირდაპირ ისე გალიათ მომივიღებთ. იქ არის უზარმაზარ ტერიტორიებზე გაშენებული ობიექტები, სადაც ცხოველები ბუნება პირობებში ცხოვრობენ და სიცოცხლის ბოლომდე იქ ძალიან კარგ ჰარმონიულ სიტუაციაში აქვთ ყოფადობა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ზრუნავს, რომ ეს თავშესაფრები რაც შეიძლება მეტი იყოს, რომ ადამიანებს არ გაურთულდეთ ცხოველებთან საბოლოო ურთიერთობა, არ მიატოვონ მოხუცი ცხოველები, არ მიატოვონ თუნდაც ლეკვები, იქ შეიძლება ძალიან დიდი ჯარიმებიც იყოს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ადამიანები მზად არიან ის ჯარიმებიც გადაიხადონ, შეცდომისთვის ბოდიშიც მოიხადონ, ამიტომ ეს კულტურა სულ სხვანაირად იქ არსებობს. და ეს ეხმარება უკვე რა თქმა უნდა მიუსაფრების თემების მოგვარებას, არსებობს სანეს უკვე ჩათვალეთ სანატორიუმები და არა გალიები და საპატიმროები ცხოველებისთვის და რა თქმა უნდა ცხოველები იქ სტერილდებიან, კასტრება უკეთდებათ, ჯანმრთელები არიან რაც თავარია და ისინი ქუჩაში ფაქტიურად არ ხდებიან. ისე ხდებიან პირდაპირ აი თავშესაფრიდან ოჯახებში. აი ეს არის მათი ძირითადი როლი და მისია, რომ გაჩუქდეს სწორ პატრონზე, ამას კონტროლს უკეთებს რა თქმა უნდა თავშესაფრები, ყოველთვიურად ამოწმებენ კიდევაც რა პირობებში ყავთ, ზრუნავენ თუ არა, როგორი კუთხე აქვს მოწყობილი და აი ეს პროტოკოლი ძალიან მკაცრად კონტროლდება და ამიტომ იქ ადამიანები იყვანებენ ძაღლებს მხოლოდ იმისთვის, რომ ნამდვილად უნდათ მათ ოჯახში ყავდეთ მისი მეგობარი და ყველა ის წესი და ის ყველა პროტოკოლი, რომელიც გათვალისწინებული არის უკვე თავშესაფრიდან ასრულებენ უპირობოდ ამ ყველაფერს და ეს კულტურა და ეს წესრიგი თაობებს გადაეცემა რა თქმა უნდა და უკვე ეს პრობლემა ნაკლებად დგას წარმატებულ ქვეყნებში. გასაგებია. მადლობა დავით ესეთი საინტერესო საუბრისთვის. მე შეგახსენებთ ჩვენ საუბრობდით მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით, რა სიტუაცია ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში, რა არის შესაძლებელი და დასანერგი. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი გახდათ დავით ჩიქვილაძე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა თემის ირგვლივ.